მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით სოფელ წეში, ონისე მელაშვილის ოჯახში, რომლის ვიდეოსაც რაჭულ ლორთან დაკავშირებით ზუსტად 1 წლის წინ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხო და სწორედ ამიტომ 1 წლის თავზე ჩვენ ისევ ვესტუმრეთ ონისეს, რომელიც ეხლა უკვე უფრო დეტალურად მოგვიყვება, როგორ ამზადებს რაჭულ ტრადიციულ ლორს და რაც ყველაზე მთავარია, ერთად შევხვდებით ბარბარობის დღესასწაულს. რაჭაში ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება, ამ დროს ჩვენთან იციან მეკვლეობის ტრადიცია, ეგრეთ წოდებული მაკვრიელი და ზუსტად ამიტომ, რადგან 1 წლის წინ ონისეს ჩვენი სტუმრობა ძალიან კარგად დაებადა და ჩვენს პროექტსაც მასთან სტუმრობა ძალიან კარგად დაგვებადა, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ 1 წლის თავზე ერთად შევხვდეთ ამ დღესასწაულს. ხო და რაჭული ლორის დამზადებაზე და ბარბარობის დღესასწაულზე რაჭაში ერთად მოგიყვებით. ონისე, პირველ რიგში მოგვიყევი, ახლა რა ხდებოდა, როცა შენი ვიდეო დაიდო ამბროლაურის ხმაზე? მოგესალმებით პირველ რიგში. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, რა ვიცი, ალბათ დღეში 1-50 ადამიანი რეკავდა. ზოგს ის აინტერესებდა, იყო თუ არა შესაძლებელი შეძენა, ზოგს გამოყვანის პროცედურა აინტერესებდა, ზოგს სად ვიყავი, ვინ ვიყავი, როგორ ვიყავი, ზოგი პირდაპირ რაჭველი იყო და გამომეცნაურა, ესე რომ ვთქვა და ზოგს ვიღაც ნაცნობი ყავდა რაჭველი და მელაშვილი და დამირე გახوارი ცნობ იმას და ნომერი მომეციო. მართლა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გწერდა, გთხოვდნენ შენ ნომერს, უნდათ შეძენა პროდუქციის და მე ვიცი რომ ძალიან მალე პროდუქცია აღარ იყო. ძალიან მალე დაახლოებით ვიდეოდან 1 თვის თავზე უკვე სრულად მქონდა მარაგი ამოწურული. ეს იმიტომ რომ ძალიან გემრიელია შენი ლორი და ხო და ზუსტად ამიტომ ახლა გვასწავლე ჩვენს. მოგვიყევი როგორ ამზადებ და წავიდეთ ახლა ერთად. მობძანდით. ვნახოთ. შენ განკუთვნილ სპეციალურად განკუთვნილ სამზარეულოში როგორ მზადდება. ჯერ დავიწყოთ იქიდან მოგვიყევი როგორ ზრდი ამ ღორებს. იმიტომ მე ვიცი რომ რაღაცა სპეციალურად ჭირდება ხო ყველანაირი ღორისგან არ გამოდის. ღორი იზრდება ძირითადად ველურ პირობებში, გაშვებული არის და ძალიან ცოტა სხებულობს დანამატ საკვებს, ესე რომ ვთქვათ, ჩვენგან მიწოდებულს ძირითადად იღებს ბალახს საკვებად, რკოს, წაბლს, მიგოს, ესე რასაც მოიპოვებს, ესე რომ ვთქვათ. შემოდგომის ბოლოს, დაახლოებით ნოემბრის ბოლოს, უკვე სიცივე რო იქნება და ყინვა დაიწყება, ყინვები დაიწყება, უკვე ვიწყებთ დაკვლა დამუშავების პროცესს. წელს ცოტა დაგვიგვიანდა, იმიტომ რომ კი ბატონო, წელს სითბოები იყო, არ იყო ესე რომ ვთქვათ სიცივეები და ცოტა სეზონმა გადაიწია დაახლოებით 2 კვირით. შარშანამ დროს უკვე ეს პროცესი მოლეული გქონდა. რაც შეეხება დამუშავების პროცესს. დამუშავება არც ისე რთული არის. ერთი რაც არის აუცილებელი პირველ რიგში არის რომ ღორი გაყო შუაზე, გაანახევრო და ნახევარ ღორს ააცლი, აი თავიდან საწყის 3 ნეკნს, ეს 3 ნეკნის აცლა არის სავალდებულო, დანარჩენად შეგვიძლია დაუტოვოთ, შეგვიძლია ავიხოთ. ეს სურვილზე არის დამოკიდებული. ასევე აქვს უკან აქ ძვალი, ეს ძვალიც უნდა გადაიხსნას, აქ გადახსნილი არის უკვე, გადახსნილი არის და აქვს კიდევ ერთი ძვალი, რომელიც ამოვიხეთ. რომ შებოლვის დროს კარგად გამოშრეს და არ იყოს ზედმეტი. ასევე წინ აქვს ფარფლის ძვალი, ესე ვეძახით და ამ ძვლებს შორის ეს არ ამოგვიღია, ვინაიდან არის პატარა მოცულობის, ეს ღორი იყო პატარა მოცულობის, დიდ ღორებზე ძირითადად სულ ვიღებთ, პატარა ღორებზე შესაძლებელია რომ დატოვო, შესაძლებელია ამოიღო. ესეც სურვილისამებრ, მაგრამ პატარაზე ვტოვებთ ძირითადად. ოღონდ ერთი რაც არის აუცილებელი.
არც ერთ ძვალს ერთმანეთთან კონტაქტი არ უნდა ქონდეს, უნდა იყოს გახსნილი დანით. კი აი ბატონო. ეს რატო ისე? იმიტომ რომ ძვლებს შორის არის სითხე და ეს სითხე უნდა გამოვიდეს და ეს სივრცე უნდა შეივსოს მარილით, რომ არ გაფუჭდეს. თორე ეს კარგი რჩევა, თუ არ გახსენი, ძალიან გაუჭირდება. გამოშრობა ალბათ. გამოშრობაც გაუჭირდება, ვერ მოხვდება ტემპერატურა შიგნით, ვერ მოხვდება კვამლის შიგნით და ვერ შეიბოლება კარგად ჯერ ეგერთი და მეორე როცა ეს იქნება ესე რომ ვთქვათ, ამას თუ არ მოიღებ, იქნება ერთჯერადი. აი ძალიან მალე უნდა მოხდეს ამის გამოყენება. თორე ამას სიცხე როგორც მოუწევს, იმ წუთში დაიწყება პრობლემები. თუ გადახსნილია და მარილი არის შიგნით, უკვე ის ინახება ჩვეულებრივად ზაფხულს უძლებს. რა თქმა უნდა, შესაბამისი ტემპერატურა უნდა იყოს დაცული, დაახლოებით 15-16 გრადუსზე უნდა იყოს შენახული. სიცხეში უჭერს, ესე რომ ვთქვათ, ზიანდება. აი ეს დამარილები, ეხლა ეს უნდა დავამარილოთ. კი ბატონო, ეს უნდა დავამარილოთ. პირველ რიგში, რაც არის კიდევ, სადაც დანა მოხდება, აი დანა სადაც გავუსმევ, იქ მარილი უნდა მოხდეს აუცილებლად, თორე დანის ადგილი რო დარჩეს დაუმარილებელი, ის გაფუჭდება. ეს დამუშავებული გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, დანის პროცედურები გაკეთებულია, ეხლა თქვენთან ერთად მარილს დავაყენთ. მე როგორც ვიცი, მარილსაც აქვს მნიშვნელობა, ხო? კი, მარილი უმჯობესია იყოს ცოტა უხეში. ქვამარილს რო ეძახიან ეს. აი სპეციალური ისა რა ქვია, აი ჩვეულებრივი სუფრის მარილი არ არის რეკომენდებული. არა იოდიზირებული არის სპეციალური ისეთი უხეში მარილი. კი ბატონო, მარილის მოცულობას განსაზღვრავს ღორის მასა. დაახლოებით ამ მასის, აი ეს იქნება დაახლოებით 15 კილო, 2 კილო მარილი სრულიად საკმარისია, დაახლოებით კილო ნახევარი მარილი ამისთვის იდეალურია საკმარისია. კი, ზედმეტი მარილიც არ შეიძლება, ისევე როგორც დაკლება. დამარილების პროცესის შემდეგ აუცილებელია, რომ მოხდეს მარილის შერგება. მარილის შერგების პროცესი არის დაახლოებით 12-14 დღე. ესეც დამოკიდებულია, ეს ვადაც დამოკიდებულია დიდწილად, რა ზომის არის ღორი. თუ პატარაა და არ არის ძალიან დიდი, 12 დღეშიც შესაძლებელია. რაც უფრო დიდია, ესე რომ ვთქვათ, ღორი, მით უფრო დიდხანს სჭირდება, რომ მთლიანად ეს მარილი, რაც სჭირდება, მიიღოს. კი ბატონო, მიიღოს ამ ხორცმა. ერთი კიდე რაც არის, ეს მარილი ბევრს რო დავაყრით, ხო, მერე უკვე ჩამოკიდების დროს იყრება მაინც ძირს და არც არის დიდად კარგი რა. შეიძლება ყვამთან, ცეცხლთან იმაში ცეცხლიც ეკიდება.
ხო და ბევრი არ უნდა მაგიტო. დაახლოებით აი ეს არის მდგომარეობა რა მდგომარეობაში კი ბატონო ეს არის ამ მდგომარეობაშია იქნება 6 დღის განმავლობაში შემდეგ 6 დღის შემდეგ შეუცვლით ადგილებს ზედა მხარეს რომელიც არის იმას ცოტა ქვემოთ გადავიტანთ და ესე რომ ამას უკანა მხარესაც ეყრება მარილი ცოტა და ყველა ნაწილი ყველა ნაჭერი ესე რომ ვთქვათ კარგად დამარილდეს და კარგად გაუჯდეს ეს მარილი. ანუ ამ მდგომარეობაში არის 6 დღე? კი ბატონო, შეიკიდება? არა, გადავატრიალებთ 6 დღის შემდეგ, 6-7 დღის შემდეგ. გადაუცვლით ადგილებს, ქვემოთ ჩავიტანთ ზემოთა თავზე რომელიც აწყვია, ესე გადაუცვლით, მერე ამ 14 დღის შემდეგ დამარილების პროცესის შემდეგ 2-3 დღე არის კარგი და სავალდებულო თუ ჩამოვკიდებთ და ჩამოვაშრობთ. ეს სითხე აქვს მაინც და ამ 2-3 დღეში სითხე გაშრება, ესე რომ ვთქვათ, აღარ იქნება გამოილეო. შემდეგ პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში კარგია და უხდება თუ ექნება ცეცხლი. ცეცხლი რომ ალი რომ გამოშრეს კარგად. ესეც დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში და შემდეგ 40-45 დღე უნდა იყოს კვამლში სრულად. დამარილების პროცესის შემდეგ 14 დღის შემდეგ გადმოგვაქვს შესაბოლ ოთახში, სადაც ხდება საბოლოო გამოშრობა და შებოლვა. შებოლვის პროცესი მიმდინარეობს დაახლოებით 40-45 დღის განმავლობაში. იბოლება კურკოვანი მცენარეების შეშით. უმჯობესია თუ იქნება გარეული ვაშლი, აი პანტავაშლს რომ ეძახიან, მსხალი, ტყემალი, ეს იდეალურია შესაბოლად. აი აქ ხდება ჩამოკიდება ამ კაუჭებზე, კავებზე და დაბლა 4-5 ადგილას ინთება ცეცხლი. ეხლა ცეცხლი არ არის, მაგრამ ჩვენმა მაყურებელმა ნახა ვიდეოში შარშან აქ სავსე იყოს სულ ესეთი უკვე ნახევრად შებოლილი. აი ესეც უკვე ესე დაიკიდება და შეიკიდება. ეს არის წინა კვირაში დამარილებული. ეხლა გადავაბრუნებთ ამას, გაუცვლით ადგილებს და მომდევნო შაბათ-კვირას უკვე ჩამოვკიდებთ და დავიწყებთ გამოშრობას. ისევ გაივსება ეს რეწველები როგორც ეძახიან შავი კუხნა და მე დარწმუნებული ვარ როგორც შარშან წელსაც ერთ თვეში აღარ გექნება და ვისაც შეძენა სურს იჩქარეთ მეგობრებო. ეხლა მარინა დეიდა მოგვიყვება როგორ ემზადება მელაშვილების ოჯახი ბარბარობის დღესასწაულისთვის. თავი აი თქვენ ბავშვობაში როგორი იყო ბარბარობა რაჭაში და დღეს როგორ ემზადებით ხოლმე უკვე თქვენი ოჯახისთვის ეს რომ მოგვიყვეთ. პირველ რიგში ბარბარობისთვის აუცილებელია ლობიანი. ხო, ბავშვობაში რაჭულ ოჯახში ლობიანს ვაცხობდით. ჩემს ბავშვობაშიც მეკვლეობაც იყო, მეკვლეთ დავდიოდით. ვაცხობდით კვახი კაკლიანებს კიდე. ძალიან გემრიელი იყო, კვახს მოვყვარავდით, გავცრიდით, შემდეგ მოვადუღებდით და ძალიან გემრიელი გამოდიოდა. აუცილებელია კიდევ კვახი. ბარბარობას აუცილებლად უნდა გამომცხვარიყო გულსართიანი პური. ან ლობიანი, ან კვახი კაკლიანი, ან ნიგვზიანი. ეს რატო? ასეთი რწმენა იყო და ასეთი აღთქმა იყო, რომ ცარიელი პური თუ გამოცხებოდა ოჯახის სიცარიელე თუ მას გამოიწვევს ოჯახის სიცარიელეს და ამიტომ უნდა ყოფილიყო გულსართიანი პური. გასაგებია. ტრადიციულად ასე იყო და
სულ მაინტერესებდა სხვათა შორის ლობიანს რატო აცხობდნენ, იმიტომ რომ მარტო საქართველოში აცხობენ ლობიანს ბარბარობის დღესასწაულზე, რა სხვა არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში ლობიანი ესეთი გულსართიანი არა აქვთ და მე აღმოვაჩინე რომ ბარბარობა თავისთავად ემთხვევა წარმართულ რელიგიურ დღესასწაულს, წინარე ქრისტიანულს, მზის ღვთაების დღესასწაულს, ბარბალეს დღესასწაულს და რაღაცნაირად ამ ბარბალეს დღესასწაულზე მზის დისკოს ფორმის გვეზელებს აცხობდნენ და მე რაღაცნაირად შეერწყა ეს ბარბარობას და რადგან სამარხო არის ლობიანი ესე გამოცხო ჩვენი ულამაზესი ლობიანები. შემოვდგი ფეხი წელობდა თვე გილოცავთ ბარბარობას. ამდენი ჯანმრთელობა, ამდენი სიხარული, ამდენი ბარაკა. მოგილოცავთ ბარბალობის დღესასწაულს, მრავალს დავესწროთ, ჯანმრთელად, ბედნიერად, მშვიდობიანად, რაც მთავარი არის, მშვიდობა იყოს ჩვენს ოჯახებში, ჩვენს რაჭაში და მთელ საქართველოში. გაიხარეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ.